თბილისის მერია მეტრომშენის დასახლებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს თავშეკავება გამოიჩინონ. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით მსგავსი დავების განხილვა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში არ შედის. ეს განცხადებები მეტრომშენის ბინების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. შეხვედრის პარალელურად კი მერიასთან მეტრომშენში მცხოვრებელთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მერია ადგილობრივ თვითმმართველობა და სხვა რაღაც გარკვეული კიდე ინსტიტუციები სახელმწიფო მიუხედავად ის სახელმწიფოა ეს ანიშნავს რომ ჩვენ ეგეთი ტიპის საკითხები უნდა განვიხილოთ. მინდა ვისაუბროთ შემთხვევით და მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩაერთონ ამ პროცესის დარეგულირებაში. მერის როლი ამაში გახავთ ის, რომ ხელი შეუწყოს აი ამ დაპირისპირებულ მხარეებში საერთო ენის გამონახავს, რაც რა თქმა უნდა რთულია, იმიტომ რომ ერთ მხარეს განან თვითნებურად შესული ადამიანები წლების წინ მეორე მხარეს გასცეს ის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც საკუთრების მოწმობა აქვს, ამიტომ ეს არის წინასწარ სამართლებრივი დავა, რომელთა დაკავშირებითაც მხოლოდ ერთადერთი უწყებას შეუძლია იმ გადაწყვეტილების გამოტანა, ეს არის სასამართლო. ჩვენ მიმართული გვაქვს უკვე პოლიციაზე განცხადებები გვაქვს დაწერილი, გვაქვს საჯარო რეესტრები და ამიტომ სამართალი უკვე გადაწყვეტილია სასამართლოდან და პოლიცია გადაწყვეტავს ამას, სამართალი ვინც არის და სამართალი ვის მხარეზეც არის. გამოსახლებით ასეთი პრობლემა არ გვარდება, თუნდაც ჩვენ ვიყოთ დამნაშავეები. ვერ მოგვარდება პრობლემა და ხალხი იქნება ამორჩეველი. ქართული ოცნების, ამ ხელისუფლების ამორჩეველი იქნება ქუჩაში, მიიღებენ აქციებს.